სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის კვირა დღე და თქვენ მოგეხსენებათ რომ ყველა კვირა არის აღდგომის მსახურება, აღდგომის სწორია და რომ იცოდეთ და რომ მოკლედ ორი სიტყვით ესე გვეუბნება საკითხავები, რას დღესასწაულობ ჩვენ დღეს? მუცლისაგან ჯოჯოხეთისა გვიხსნა ჩვენ ქრისტემ. აი ამას დღესასწაულობ ჩვენ დღეს. როგორია ჯოჯოხეთის მუცელში ყოფნა? და იქედან გვიხსნა ჩვენ ქრისტემ და პირმშო ექნა შესვენებულთა. ანუ ჩვენ მიცვალებულზე რო ვამბობთ რომ განუსვენე უფალო და რომ გვაქვს იმედი რომ იქ განსასვენებელია და იქ იქნება ჩვენი მიცვალებული, ამის სასოება ძველი აღთქმის ადამიანებს არ ჰქონდათ. მათ იცოდნენ რომ ყველა მიდიოდნენ ჯოჯოხეთის მუცელში. ყველა მიცოდა. და ქრისტე მოვიდა და მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიხსნა ჩვენ და პირმშო ექნა შესვენებულთა, რაც ნიშნავს იმას რომ ამის მერე ჩვენ უკვე გვაქვს სასოება, გვაქვს იმედი რომ ჩვენ მიცვალებულებზე შეგვიძლია ვთქვათ რომ განუსვენე უფალო. ანუ შენთან ამყოფე, განსასვენებელში ამყოფე. აი ამას დღესასწაულობ ჩვენ დღეს და ხანდახან კარგი იქნება თუ დავფიქრდებით კვირა დღეს გარდა იმისა რომ მოვდივართ ეკლესიაში, მრევლი უნდა იზრდებოდეს და ყოველკვირეულად თუ ყოველ დღე უნდა ახალი რაღაც ღვთის მადლით ახალი მიზეზი უნდა გვიჩნდებოდეს ჩვენ იმისთვის რომ მადლობდეთ უფალს. თავარი მოწოდებაც ეგ არის ეკლესიაში, როდესაც მოვდივართ ჩვენ, ყველაზე მაღალი მოწოდება არის ის რომ მადლობდეთ უფალსა. აი ეს ხმა თქვენ გესმით და წირვაც იცით თქვენ მოგეხსენებათ რომ წირვა არის უფლისადმი მადლობის შეწირვა. ეს კარგად დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ რატომღაც რო ვკითხულობ, მე რო ეკითხები მრევლს, აბა წირვა რა არის, რას წირავ, რატომღაც დუმილი არის და პასუხი არ არის ის რომ მადლიერებას და ეს ჩვენ უნდა გავავრცელოთ, იმიტომ რომ წირვა ვის რა გონია ხა პირველ საუკუნეში მაგალითად იყო ესეთი ცილისწამება ეკლესიაზე რომ ჩვენ ქრისტიანებს კანიბალებს გვეძახდნენ, იმიტომ რომ იქო ხორცზე ხო იქ გაიგონეს რომ მიიღეთ და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი და წავიდნენ და იქო კანიბალები არიან ქრისტიანებიო, ჭამენო ერთმანეთის ხორცო და ეხლა კანიბალებს არ გვეძახიან, მაგრამ რა ხდება ეკლესიაში არ იცის, ძალიან ბევრმა არ იცის. თქვენ უნდა უთხრათ რომ კვირა დღეს რომ მივდივართ ჩვენ, ანუ ნებისმიერ წირვის დღეს რომ მივდივართ, ჩვენ წირავთ უფალს მადლობას. თუ გეტყვის რომ რისთვისო, უთხარით რომ თვალები რო გახელილი და ყურებში რო გესმის და რო მოძრაობ და რო აზროვნებ და ეს ვისგან არის ერთი მითხარით ხო კითხეთ, რას გეტყვით? თუ გეტყვის მე მოვიპოვეო, მაშინ ნათქვამის არის შეგნებულ კაცთან ომის ჯობ შეუგნებელთან ხენასავ. ესეთ კაცთან ძნელია ლაპარაკი, მაგრამ თუ გეტყვის რომ ღმერთმა მომცაო, მე უკვე გააქვთ თქვენ საბაბი იმისთვის რომ უთხრათ რომ პასუხი გასცეთ რომ ესე იგი სამადლობელი მრავალი გვაქვს, ბევრი გვაქვს სამადლობელი უფლისადმი და აი ეს მადლობა შეიწირება საზოგადო მსახურებაში და გუშინ მოგახსენეთ რომ საზოგადო მსახურება არის უპირატესი ვიდრე ჩვენი კერძო ლოცვები და კერძო მსახურებები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს საყვარელნო წავიკითხეთ ორი ამბავი არის მოთხრობილი, ერთი არის ეს ასისთავის სახურის განკურნება ქრისტეს მიერ და მეორე არის ქანანელი დედაკაცის ასულის განკურნება უფლის მიერ და მინდა გითხრათ აი სიტყვები რომელსაც მათი სარწმუნოების ნიადაგზე უფალი ეუბნება მათ. ასისთავის სახურის განკურნების შემთხვევაში ეს ეუბნება უფალი და რქვა იესო ასისთავსა მას წარვედ და ვითარცა აგრწმენა გეყავ შენ და განიკურნა მონა იგი მას ჟამსაშინ. ესე იგი ასისთავი ჯერ გითხრათ ვინ არის? ასისთავი იყო ძალიან დიდი თანამდებობა. რომის იმპერიის დროს აი ესეთ ადმინისტრაციულ ერთეულებად იყო დაყოფილი ასისთავი, 1000ისთავი, 1000ისთავი და ეს ასისთავობა დღევანდელი გადმოსახედიდან რო შეადაროთ სადღაც ან მერი, ან ქალაქის მერი, ან გუბერნატორი დაახლოებით ამ დონის თანამდებობა იყო. აუცილებლად რომაელი იქნებოდა. იმიტომ რომ ებრაელს ამ თანამდებობაზე არ დააყენებდა რომის იმპერიის დროს არავინ და წარმოიდგინეთ თქვენ რომ
ეს რომაელი ადამიანი მოდის უფალთან და ეუბნება, რას თხოვს? ჩვენ ყველანი რომ მივდივართ უფალთან, რას თხოვთ? თხოვთ ჩვენი თავისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი, თუ გვაქვს სიყვარული სანამ გაგვწდება, ხო? და რას თხოვს ეს რომაელი წარმართია აუცილებლად, რომაელი, იმიტომ ახსენე რომ ეგენი მაშინ წარმართებიოდნენ. და ეუბნება რომ უფალო მონაი ჩემი დაცემულ არ სახსაშინა ჩემსა გარღვეული და ფრიად იგვემების. ნახეთ რას ეუბნება, წამოდიო განკურნეო კი არ ეუბნება. მორიდებულად ეუბნება და აქ სხვა מחარებელიც მოგვითხრობს ამ ამბავს. თუ არ ვშტები მარკოზი ან ლუკა და იქ ეუბნება რომ ესე იგი ეს ასის თავი კი არ მოვიდაო, ფარისევლები და მწიგნობრები მოვიდნენ უფალთან და უთხრესო რომ წამოდიო ისო რა ქვია განკურნეო, იმიტომ რომ აი მლიფნელურად რა როგორ შეუდათ მათ რომ კაი კაციაო და შესაკრებელი აგვიშენა ჩვენო. მივხვდით? ანუ ნახეთ როგორი თხოვნა მათი. ჩვენ პატივი ვიქცაო და ამიტომ ღირსია რომ განკურნო. ნახეთ, ვითომ გონიათ რომ კაი თოვნას თხოვლობენ. სინამდვილეში სავსეა მათი თხოვნა ამ პარტავნებით. ხო? მაგრამ ასისთავი და ეს ორივე מחარებელი ერთი და იგივეს მოგვითხრობს, უბრალოდ ავსებენ ერთმანეს. ასისთავი ვერც კი გაბედა, ეგ განმარტებლები როგორც ამბობენ, ეს დიალოგი უკვე რომ მივიდა უფალი მაშინ ხდება. მივხვდით? და ასისთავი ეუბნება რომ თან ვისთვის ევედრება? მონისთვის. ბევრი მონები ყავდათ მათ. და მაცხოვარი ხედავს რა მის გულს და მის სარწმუნოებას, ეუბნება რომ მე მოვიდე და მოვალ მე და გამკურნავ. სახში მოვალ შენთან სახში და გამკურნავ. და მიუგო ასისთავმა მადარქვა უფალო არ ვარო მეო ღირსიო რათამცა ჩემ სახში შემოხვიდეო არამედ სიტყვით ხოლოს ხუს და განიკურნოს მონაიგი ჩემი. ნახეთ რა მაღალი სარწმუნოება აღმოაჩნდა აი ამ ასისთავს მან იცის ქრისტეს შესახებ. და ჩვენ გვახსოვს რომ აი თხოვნა ესეთის გვახსოვს რომ თუ რამე შეგიძლია შემეწიო აი ჩემი შვილიო ცუდად არისო რო ეუბნება ერთხელ მიიყვანა მამ ხო და ესე აღუწერს მდგომარეობას რამზიმე მდგომარეობაში და თუ რამე შეგიძლია დამეხმარეო ან ხელი დაძდებ და განკურნა ესეთ შემთხვევებიც არის ხო მაგრამ ასისთავი ნახეთ რას ამბობს მე თან მიაქციეთ ყურადღება რომ კი არ ეუბნება რომ იმას კი არ ეუბნება არ შემოხვიდე ისე თქვი სიტყვითო მე ღირსი არ ვარო უყურეთ კარგი პარალელია დღეს მეორე სახარებაშიც ესე არის იქ ხანანელი დედაკაცი ევედრება და მაცხოვარი ეუბნება რომ არ არის კარგიო შვილებს პური გამოართვა ძაღლებს მისცეო და ის ეუბნება ჰე უფალო კიო ხო ძაღლები ხო ჭამენო ნამცეცებსო მათი პატრონის და რომ გადმოცივდება ანუ ორივე შემთხვევაში მათი დიდი სიმდაბლე არის წარმოჩენილი და ამაზე გვიმახვილებს დღევანდელი სახარება ყურადღებას ქრისტიანებო და საერთოდ აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ თამდაბლობის გარეშე ჩვენ არ ვართ შემდგარი როგორც მორწმუნე ადამიანები იცოდეთ და თამდაბლობა კიდე რა არის აი ეს კითხვა უნდა დავსვა ჩვენ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ წმინდა მამებთან რა არის თამდაბლობა და უნდა ვისწავლოთ რა არის თამდაბლობა და უნდა ვიმუშაოთ ეხლა რო გითხრათ ჩვენ ყველანი ამპარტავნები ვართ მეთქი აღსარებაში ამას არავინ არ ამბობს მე თუ შევახსენებ ხოლმე მე მაგის გარეშე აღსარება არ მithქვია იმიტომ რომ ჩვენ ყველანი უზომოდ ამპარტავნები ვართ და ყველა ცოდვა აი მამები ესე ამბობენ რომ ამპარტავნება ეს არის ყველა ცოდვის დედა აი ყველა ცოდვა რაც კი ჩვენ გვაქვს ყველას დედა არის ამპარტავნება და განსაკუთრებულად ჩვენი აი ეფრემასურის ლოცვას რომ ამბობთ ჰე უფალო მომანიჭე მე განსთა თვისა ცოდვათა ჩვენ არ გვაქვს განსთა თვისა ცოდვათა და ამ ეს არის ნაშობი ამპარტავნების ამის დედა არის ამპარტავნება და სიმდაბლეზე კიდე ესე ამბობენ წმინდა მამები რომ არის ყველა სათნოების დედა ასე რომ თუ ჩვენ ამპარტავნებაში ვარ და თუ ჩვენ სიმდაბლე არ გვაქვს ჩვენ საერთოდ არანაირი სულიერი ცხოვრებით არ გვიცხოვრია არასდროს
ეს არ ნიშნავს, აი ჩვენ რომ მოვდივართ, შეიძლება ადამიანი ეზიარებოდეს, წმინდა მამები ამბობენ, რომ შეიძლება ადამიანი ამპარტავნებაო, ისეთი ვერაგი უნება არისო, რომ შეიძლება ადამიანი წირვაროსვას არ აკლდებოდესო, ლოცვებს არ ტოვებდესო, ეზიარებოდესო, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე ცოდვილი ვარ და გლახაკი ვარ და ღირსი არ ვარ და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ აი ნახეთ მე წირვას არ ვასდენ, მე ვეზიარები. მიხვდით? ესეთი ვერაგი უნება ისე შემოდის ადამიანში, რომ ვერც კი ხვდება, რომ ამპარტავნებაში. ამიტომ ეს არის ნათქვამი სწორი, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამპარტავნებაში. გავამახვილოთ ამაზე ყურადღება და სიმდაბლეზე ვიმუშაოთ აუცილებლად, თამდაბლობაზე ვიმუშაოთ აუცილებლად. და მეორე, ესე იგი, ჩვენ ხედავთ მისაგებელი რა არის თამდაბლობის და სარწმუნოების, იმ სარწმუნოების, რომლითაც ასის თავი მოვიდა და იმ თამდაბლობის და სარწმუნოებით, რომლითაც ქანანელი დედაკაცი მოვიდა. ნახოთ რა არის მისაგებელი. ერთის წაგიკითხეთ უკვე რა სიტყვები უთხრა, ნახეთ. წადიო და ვითარცა გწმენა გეყავ შენო. მაცხოვარი, შენ ის ხო ეუბნება, რომ შენ სიტყვი თქვიო. და მაცხოვარი ეუბნება წადიო. და კი არ ეუბნება განკურნებულიაო, არ ეუბნება წადი, როგორც შენ გწამს, ისე იქნებაო. ფაქტია, რომ განიკურნა ის მსახური მონამისი და ფაქტია, რომ ესე იგი მისი სარწმუნოება იყო დიდი. ეხლა შევხედოთ რას ეუბნება ქანანელ დედაკაცს. დედაკაცო, დიდარ სარწმუნოებაგე შენი გეყავ შენ ვითარცა გნებავს. უყურეთ, აქაც იგივე ეუბნება. იქაც ეუბნება, როგორც შენ წამს, აქაც ეუბნება, რომ აქ უფრო მაღალი ნათქვამია, როგორც შენ გნებავსო. ნახეთ? და ორივე შემთხვევაში წარმოთქმული არის დიდი აღსარება. თავის დამდაბლება, ჩვენ სიმდაბლეზე რო ვლაპარაკობ, თავის დამდაბლება პირველ რიგში აი საჩას მორწმუნე ადამიანის სარწმუნოება, იცით ყველაზე უფრო, როცა ჩვენ მოვდივართ და ვამბობთ აღსარებას. აღსარების დროს ყველაზე უფრო შენ უნდა შეეცადო, რომ შენი თავი განიკითხო, შენი თავი დაამდაბლო, არ შეალამაზო შენ რაღაცა შენი ნათქვამი, არ დაფარო არაფერი. მერწმუნეთ, უფლისწინაშე რო წარდგებით, არც ერთი სიტყვა, არც ერთი ფიქრი, არც ერთი საქმე არ იქნება გამოუძიებელი და გამოკლოველი, რომელიც ჩვენ აღსარებაში არ გვითქვია. და მორწმუნე ადამიანის სარწმუნოება და თამდაბლობა ჩანს სწორედ აღსარების დროს. ნახეთ, როგორ აღსარებას ამბობს ასის თავი. გითხარით, რომ ის იყო რომაელი, ის იყო წარმართი და მას ჰქონდა თავისი სამსახური, მაგრამ მან გამოთქვა უფლისწინაშე, რომ ეს ამ სამსახურს ვერ ანებებს თავს და მაგრამ აღსარება თქვა. მეცა კაცი ვარო, ეუბნება ხელმწიფებასა ქვეშე, ანუ ხელმწიფებასა ქვეშე, მე დამონებული ვარ ამა ქვეყნის ხელმწიფებას, ეუბნება. მიხვდით? მე არ შემიძლია, მე მას წამს, მაგრამ ნახეთ, უყურეთ, აი გეცნობა შეიძლება ეს მაგალითი. არ შეუძლია მას, რომ უარი თქვას ამა ქვეყნის, ესე რომ თქვა, სიკეთეებზე. ეხლა რა უნდა გააკეთოს? უნდა წავიდეს და უნდა უთხრას. თავის უფროს იერარქს უნდა უთხრას, რომ ჩვენი სარწმუნოება არ არის მართალი, მე მწამს ქრისტე, რასაც მოყვება აუცილებლად ის, რომ ასის თაობა კი არა, სადღაც ჩააგდებენ დილეგში და მერე ალბათ მოწამეობრივად ამოხთიან სულს. ამას ვერ ვაკეთებო, ეუბნება. კაცი ვარ ხელმწიფებასა ქვეშეო და ქონან ჩემ ქვეშე ერისაგანიო. არა თუ მე ვემორჩილები მათო, არამედ მეს მემორჩილებიანო. და იმას რომ ვეტყვიო, წადიო და ესქმენივე გინდა ხარკის აკრეფა იყოს, გინდა ბევრი უსამართლობა ხორციე. საერთოდ დამყრობელი ხო ძალიან ბევრ უსამართლობას ახორციელებს, იმიტომ რომ თავი მისი საქმის არის დაპყრობა და თავისთავად ყველაფერი იქიდან მოდის, ვერ უსამართლობა, ხო? და ეუბნება, რომ მე ესე აი მე ვარ მოსამსახურე ჩემი აი ამ ნებების. ანუ ამა ქვეყნიური მიჯაჭულობის მოსამსახურე ვარ მე. აღსარებას ეუბნება. დედაკაცის იგივეს ეუბნება, ნახეთ რას ეუბნება მაცხოვარი, რომელიც ჩვენგანი მოითმენს. ეხლა დააფიქრეთ, აი ვიღაცამ გითხრას, რომ შენ ხარ ძაღლი.
აუცილებლად რეაგირება იქნება ის, რომ ან რაღაცა ვეჭხუბები და ან რაღაცა ან კაი პასუხსაც გავცემ თუ რაც იქნება, ხო? მაგრამ ეს დედაკაცი ნახეთ რას ეუბნება. კიო, უფალო. მაგრამ ძაღლებიო ხო ჭამენ ამ ცეცებისგან. ანუ ძაღლში იგულისხმება მაშინ კონკრეტულად ძაღლებს წარმართებს ეძახოდნენ ებრაელები და ეს შინაარსიც არის აქ. მაგრამ კიო ეს დედაკაცი ეუბნება კიო, ვარო, მაგრამ ძაღლებიო ხო ჭამენ ამ ცეცებისგან. ორივე მიიღო სათხოვარი. აი ჩვენ შეგვეძლოს სხვანაირად გვესაუბრა დღევანდელ სახარებაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პარალელი არის. ორივე შემთხვევაში თითქოს ერთი და იგივე არის. ორივეს აქვს დიდი სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენი თამდაბლობა ჩანს ჩვენს აღსარებაში. აი გინდა გითხრათ ჩვენ სოფელში ვინც არ მოდის ეკლესიაში, მათი 99% რატო არ მოდიან? გინდა გითხრათ? თუ გინდათ თქვენ გაავრცელეთ და მერე მოვიდნენ და შემეკამათონ და მე პასუხსაც ვეთქვი. ამ პარტავნების გამო. ისინი იმდენად არიან ჩაჭერილი ბოროტის მიერ, რომ ვერ წარმოუდგენიათ როგორ უნდა მოვიდნენ. როგორ უნდა თქვან ის ბნელი საქმეები, რომელიც ნახევარი ისედაც ცნობილია. ისედაც ვიცით ნახევარი რა საქმეებში არის, მაგრამ როგორ უნდა მოვიდე, როგორ უნდა აღიარო, ვინ არის მღვდელი? მღვდელს რატომ უნდა უთხრან? აი ეს არის. 99% ამპარტავნების გუდაში არის ჩვენ სოფელში. ამას ძალიან ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ვინც არ მოდის ეკლესიაში და ვინც არ ამბობს აღსარებას. და ისეთი არგუმენტებია ამისთვის, რომ ვერავინ ვერ გამიძლებს, ვერავინ ვერ გაუძლებს ამ არგუმენტებს და თუ არა და კი ბატონო, აგერ ვარ და აგერ შემიძლია რომ ვიგამათო და ვიპაექროთ ნებისმიერ მდგომარეობაში. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამას ძალიან დიდი ტკივილით ვამბობთ, იმიტომ რომ ისინი ღმერთმა დაიფაროს და მათი გარდაცვალების შემთხვევაში ვის გუდაშიც არიან, იმისვე სამყოფელში მოხვდებიან, ღმერთმა დაიფაროს ყველა და დაიცვას. ამიტომ თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ მორწმუნეებზე უფრო ურწმუნოებზე ვლოცულობთ ამ სოფელში და ხშირად გთხოვთ ხოლმე, რომ ილოცეთ მათთვის, რომ მოვიდნენ ისინი ეკლესიაში და ისინი ეზიარონ მადლსა, სულისაწმინდისასა. მათაც მიიღონ ის სიკეთეები, რომელიც ეკლესიაშია დაუნჯებული და სხვაგან არსად. სხვაგან არსად არ არის ეს სიკეთეები დაუნჯებული და რა არის ჩვენი ცხოვრება, აი მოკლე, ძალიან მოკლე დაგვიხატავს დღევანდელი კი არა, ყოველთვის იკითხება ეს ფსალმუნიდან, ერთ-ერთი ფსალმუნიდან არის ეს სიტყვები, ჩვენი ცხოვრება, ნახეთ, გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა. აი სული გამოვა და მიწა იყავი და ისე მიწა გახდები. მას დღესაშინა წარწყდიან ყოველი ზრახვანი მისის, ზრახვებში იგულისხმება ამას ვიზამ, იმას ვიზამ, რომ ვამბობ და ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და ამას უზამ, ისე უზამ, ასე უზამ. მას დღესაშინა წარწყდიან ყოველი ზრახვანი მისის და ამავება არაფერი აღარ იქნება შენი ზრახვები. ნეტარ, არამედ ნეტარ არის, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწიარს მისა. იაკობის ღმერთი არის ჭეშმარიტი ღმერთი და ნეტარია ის ადამიანი, ვისიც ღმერთი იაკობისი შემწიარს მისა. და სასწოება მისი არის უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, რომელმა ქმნა ცანი და ქვეყანა. ამინ. ღმერთმა ინებოს, რომ ამ ნეტარების ღირსი გავხდეთ და რომ გავხდეთ ამ ნეტარების წოდების ღირსი, აუცილებელი არის, რომ სიმდაბლე მოვიპოვოთ, სიმდაბლე შევიზინოთ, უფალი ისედაც ზრუნავ ჩვენზე, რომ იცოდეთ, რომელმა აღიმაღლოს თავითვისი, აი ეს ორლესული მახვილი არის უფლის პირიდან გამოსული სიტყვები, რომელმა აღიმაღლოს თავითვის იგი დამდაბლდეს და რომელმა დაიმდაბლოს თავითვისი იგი ამაღლდეს. აი ეს უფალი ისედაც ზრუნავ ჩვენ ამ დამდაბლებაზე, როცა საჭიროა და ამაღლებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და უნდა მოვიდეთ უფლის წინაშე და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები და ჩვენ უნდა გამოვთქვათ ჩვენი სიმდაბლე უფლის წინაშე. ეს ქანანელი დედაკაცი რო არ მოსულიყო, ვერ მიიღებდა ყურნებას და აქედანაც ვინიშნოთ და ვისწავლოთ ჩვენ. ინებებს ღმერთი ეკლესიაში მოსული ადამიანი, როგორც აი თქვენ იცით, წვეთები, წყლის წვეთები ნელ-ნელა ქვას ხრიტავს, აი ეს ეკლესიაში მოსული ადამიანი ნელ-ნელა იღებს იმ მადლმოსილებას, რომ
სიტყვა, რომელსაც ეკლესია გეუბნებათ, ნელ-ნელა გაიგოს, იმიტომ რომ გაუგებარია, აი გუშინ მაგაზე ქონდა საუბარი. რა სიმდაბლე, რის სიმდაბლე, მე მახსოვს აი ჩვენ ბავშვობაში ვაჟკაცობა ის იყო, რომ კაც რო ეტყოდი შენ ვინმესთვის რამე გიპატიებია, ის გეტყოდა არა მე არავისთვის არაფერი არ მიპატიები და ის ვაჟკაცურ ტონად ითვლებოდა. ეს არის პირდაპირ ეშმაკის მეტყველება ადამიანში. არავის არაფერს არ პატიობ. აი ეს სიტყვები, ამას ეშმაკი ამბობს ადამიანში, რო იცოდე. და დღეს ეკლესია მადლობა უფალს გავრცელდა ღვთის სიტყვა იქადაგება და დღეს ადამიანმა იცის რა არის ფასეული და რა უნდა მოიძიოს და რა უნდა შეიძინოს და ეს არის პირველ რიგში სიმდაბლე და როგორც გითხარით ეკლესიაში მოსულ ადამიანს როგორც წვეთები ნელ-ნელა თუნდაც ჩვენ გლახაკნი ვარ, უღირსნი ვარ, ცოდვილი ვარ, მაგრამ როცა მოვდივარ და როცა ეკლესიაში წირვა-ლოცვას ვესწრები და ჩვენ ცოდვებს ვაღიარებ და სინანული გვაქვს და დღე ყოველ ვითხოვ და დღე რო თენდება მუხლებზე ვეცემით პირველი ეს არის ჩვენი მოქმედება ეს უნდა იყოს მე ასე ვარ და თქვენც ესე უნდა იყოთ რომ პირველი ცოდვათა მოტევება ვთხოვოთ უფალს ნელ-ნელა გვაძლევს უფალი და ნელ-ნელა მოიღებს უფალი მოწყალებას რომ შევიმოსოთ ის სათნოებები და პირველ რიგში სიმდაბლე რომლის გარეშეც ვერვინ ვერ ცხონდება ამინ